ალბათ თუ იცი დღეს რა მოხდა? ვიცი ხო, ვიცი. ნინო გაყვა ვასიკოს ცოლად. არ გაყოლია. რა? ხო, მართლა ლაშა ჩაიშალა ქორწილი. რეგისტრატორ ქალს რო უკითხავს, ვინმე ხომ არ არის ამ ქორწინების წინააღმდეგიო, ვიღაც ქალი შემოვარდნილა და უყვირა მე ვარ წინააღმდეგიო. მართლა რატო იყო წინააღმდეგი? ვინ იყო ის ქალი? ვინ იყო ლაშა და ვასიკოს ძველი შეყვარებული? ვასიკოსგან ყოფილა ორსულად. რას? ლაშა ნინო. ნაყენშია. უთხარი რა დედას რომ ნუსვამს ამ ნაყენს. რატო არ გინდა დაანძმა? კი მინდა, მაგრამ დედა უფრო მინდა. თან ამ ნაყენს როსვავს რაღაცა იჭყანება, აი მულტფილმებში რაღაც რო შეერჭობათ ხოლმე და რო წითლდებიან და რო იჭყანებიან, თან რო არ იმჩნევენ ხოლმე, აი ეგრე. აი ისე მინდა ტუალეტში, აუ გამოდი რა. რაც ვისწავლე ისიც დამავისყა, ისე მინდა. ნიკა ჩუმარ. ნუ ხმაურობ. ბავშვს ვაძინებ, ვერ ხედავ? ბავშვს? აუ მანახე, რაღაც შენ მოდი მე ვერ ვინძრებ. ხო, მანახე. ნიკა, შენ გონია მართლა ბავშვია? არა, უბრალოდ ვიხსენებ ბავშვის დაძინება როგორ უნდა. პატარა გოგო რომ ეყოლება, მზად ხო უნდა ვიყო არა? გამოდი. რაგჭი შენ კიდე ბიჭო რა გამიწუხე გული რა? ვერ უნდა მოითმინო ცოტა? ბავშვი, ბიჭო ამდენი ხანი ვიყავი პარკში? ამოიტრიალე ჯიბეები. კაი. აქედან. კარგი, მიდი, ახლა შედი. ეხლა რაღაც მინდა, მართლა კი მინდა. ძალიან კარგი, მაშინ მიდი იმეცადინე. აუ დედა მეცაინეობა რომ მეზარება, მაგიტო შევდიოდი აიპადის ტუალეტში. ნიკა, შენ ხوار დაგავიწყდა, მალე გამოცდები რო გაქვს. იცოდე წელსაც დაბოლქულებს თუ მიიღებ მაგრად დაგში, დაჯექი. ელენე, შენ კიდე დასაჯე ბარემ რაღაც ველოდები ამ გამოწვდა. მას აიტეხავთ ხოლმე რა. ნიკა, აბა როგორ აპირებ გამოცდების ჩაბარებას? ფულით მოსყიდვით, რა ვიცი, 1000 რაღაც ახსოვს. აი გეუბნები ელენე, გეუბნები რომ ნუ აჩერებთ მეთქი ამბავს დიდხანს პაატასთან. არა და არ მიჯერეთ და მეებს იწერ ყובება. ეს რა არის გამაგებინა? ბავშვის დაძინება როგორ უნდა იმას ვიხსენებდი. ელენე ძალიან გთხოვ შენც მოერიდი პაატას რა. ლაშა. გონი ორსულად ორიცი ლაშა მუცელში რაღაცას გრძნობ ხო? ნუ მიყავ მაგ ბავშვს დაანებეთ. რა ქვია, დოდო სახლობელი როა ის ექიმბაში, იმან რომ ნაყენი დამიყენა. მე მგონი იმან იმოქმედა. ო? კი. რა ვიცი ელენე რა. აუ თან ლაშა ისე მინდოდა გუშინ ბავშვი, ისე მინდოდა სამი ჭიქა ზედიზედ დავიე. რა ვიცი ელენე, რა ცოტა დრო არის გასული და რა იმოქმედება და მაგრამ შენ უფრო კარგად იცი. ისე მე ძალიან ბედნიერი ვარ ელენე. რატომ? რატომ? იმიტომ რომ ნინო არ გაყვა ვასიკოს. რატომ არ გაყვა? იმიტომ რომ ვასიკოს ფეხმძიმე შეყვარებულმა ჩაშალა ქორწილი. მიყვას ვასიკოს ფეხმძიმე შეყვარებული. სხვა გაგები თქვი ელენე. ო, კარგი. ხო. ესე იგი ლაშა რა გამოდის? რომ ჩემი ძმა, ჩემი ძმის ცოლის საქმროს შეყვარებულმა გადაარჩინა?
ისეთი ამბავია ვერსად ვერ მოყვებიან თუ მოყვები არ დაგიჭერები. ხო, იგიც არის. ლაშა, ეხლა იცი რა მითხარი? არ აპირებ ნინოსთან მისვლას, არ უნდა უთრო ყველაფერი რასაც გრძნობს. კი, აუცილებლად, მაგრამ სახში ვერ მივდივარ. იმიტომ რომ იქ კაკია. კაკი იქ რო არის, მე შინია კიდე არ მიმკაკოს ერთი კაკი. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებ, მივალ ნინოსთან და ყველაფერს ვეტყვი. ალო, პორო. ხო, მე ვარ, რა შვები? რა ვიცი, სახში ვარ. ბიჭო, პორო. მომისმინე იმ დღეს რომ გოგოებთან ვიყავით. ხო, აი ეს ლიკა და თიკა რო იყვნენ, ხო. აი მე მგონი იმ ლიკამ აუ მოკლედ რა, მე მგონი რაღაც ავიკიდე რა. ხო, გუშინ დამეწყო, ხო. მოიცა, შენ რატომ ხო? რა დამხედავ შეჩემო გაგი. მოკლედ არ ვიცი რა ვქნა. ხო რა, არ ვიცი ჯერ გიას ვეტყვი იქნებ რამე მირჩიოს რა. თუ არ და მე წავალ ექიმთან ხო. ხო, კარგი პორო, კარგი. ხო მე რო უთხრა ხო ვიცი ტვინს წამიღებს რა. გამარჯობა ბექუნა როგორ ხარ? შემოდი პატა რა კარშით გახარ. გია სად არის? დღეს ერთად უნდა წავიდეთ სამსახურში და ერთად რა დღესაც შემხარჯზე უნდა წავიდეთ სამსახურში ხო ვიცია რა? აბაზანაშია და გამო. ხო, კაი, დავდები. დაჯექი პატა. უი. პატა. აიყო ბექუნა. რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან. კი ბატონო, გისმე რაც გინდა თხოვე, ხო იცი ყველაფერს დაგეხმარები. ოღონდ ისეთი რაღაცები არ თხოვე ხა რაც დაუშვათ ფულთან არის კავშირში, ან შენ ტანსაცმელი მინდა, ან შენთან დავჩები ან რაღაც. საერთოდ ზოგადად რაც ოდნავ ის არ შემაწუხებს, ყველაფერი თხოვე, ხო? ან თუ გინდა უბრალოდ მოგისმენ. კარგი. მოკლედ რაღაც ჭირს და ვიცი ეგ გეტყობა შევამჩნიე. რა შეამჩნიე? თვები რო გაქვს, თუნდაც შეჭრილი შევამჩნიე. კარგი პატა, მაცადე რა. მოკლედ რაღაც პრობლემა მაქვს. აი რას ლაპარაკობ ბიქ, რას ლაპარაკ? ესეთი ახალგაზრდა ბიჭი და უკვე ღვიძლი გაწუხებს, აი რა. მერას მეუნები, წადი და ექიმთან მიდდა იმას გააჩვენე კაცო. პატა, რანაირი ადამიანი ხარ? იქზე ღვიძლი რატო გაგახსენდა? და ვიცი ბექა იქო და იქ აჰა, ღვიძლი რა. მომისმინე რა, მოკლედ პირდაპირ გეტყვი. რაღაც ავიკიდე. ვა, შარი აიკიდე? ხო, ფაქტურად შარი ავიკიდე. მოკლედ მე და პოროხა ვიყავით გოგოებთან და ყველაფერი კარგად ვერ არის. ყველაფერი კარგად ვერ არის. კარგად ვერ. ქვეყანაში თუ ხელისუფლებაში. პატა, ტვინი თუ გაქვს, სადღაც დაგრჩა ეთყობა, ხო? მომისმინე, მე და პოროხა გოგოებთან ვიყავით თქო და ვერ ვარ კარგად რა. ანუ ჯანმრთელობა პა. ჯანმრთელობა, ერთი წუთი. ჯანმრთელობა, ასოციაცია. ჯანდაცვის სამინისტროში არის ყველაფერი კარგად, ხო? ხო, ილია გესმის? ალო, ილია გესმის? ილია ფეხმძიმედ ვარ. ფეხმძიმედ. ალო, გესმის? ილია ფეხმძიმედ ვარ. არა, ხელმწიფე. ილია ფეხმძიმედ ვარ. ფეხი გადამეტრიალდა კი არა, ილია. შენ კიდე უთხარი რომ ორსულად ვარ თქო. ლაშა ეგ რო უთხრა რომ ორსულად ვარ თქო, იტყვის ორსულად კი არა, ოსურად. ილია, მომისმინე, მეც არ მესმის და მე დაგირეკავ. კარგი. კარგი, წავალ ახლა მე მოვემზადები ექიმთან და წავიდე. ნიგა იცოდე რომ მოვალ გაკვეთილები ნასწავლი გქონდეს. თვითონ მიდის ექიმთან და ერთობა. მე კიდე სახში ვარ და ვიტანჯე. კარგი და ნიკა რა, სულ როგორ უნდა წუწუნებდე, დამაგებინე რა. რამდენი გამოცდა გაქვს, ხა? რა ბევრი გაქვს ამეთად? დედა ამბობს რა გამოცდა გაქვსო, მაგრამ მე 6-ზემაც ვერ ვიხსენებ.
არ იცი არაფერი ხო? მათემატიკის, ისტორიის და გეოგრაფიის არ მეშინა. აი, ქართულის კიდე. მოიწოდე, ქართული საერთოდ არ იცი ხო? არა, კაცო. უბრალოდ მარტო ქართულზე არ მაქვს კომპრომატები, თორემ დანარჩენზე საკაიფო ინფორმაციები. შენ მაგ სისრულის ლაპარაკს გირჩევნია მართლა იმეცადინო, მე გამოცდაზე რომ დააღეპირ და ვაშაბიძე, თუ მე წლები მკითხე და ყველას გიპასუხებ, მიდი. რა ისი წლები? ისტორიაში, მიდი, მკითხე. ისტორიის? ხო. კარგი, რა მოხდა 1121 წელს? მე-12 საუკუნე, შარლის უკანა მარჯვენა ჯიბე. დიდგორის ბრძოლა. აჰა, ხო გითხარი ისტორია ვიცი თქო. ეხლა გეოგრაფია როგორ დავახარისხო მაგაზე ვმუშაობ. მათემატიკა კიდე როგორ ვისწავლო ეგ არ ვიცი. დააშპარგალკე ეგეც. ხო, შპარგალკას გულისხმობთ ვერ სწავლა არც მიფიქრია. ნიკა, ეხლა რა მაინტერესებს იცი? შენი კლასელებიც შენსავით ზარმაცები არიან თუ მარტო შენ ახარ ბოთე და ზარმაცი? არა, მარტო მე რატო? თემუკასაც ეზარება ხოლმე, მაგრამ წელს თემუკას გამომართლა არ მოდის გამოცდებზე. თოდო. საბამ თავში სკამი ჩაარტყა. სკამი ჩაარტყა თავში, რატო ჩაარტყა? სკამ გაგიჟდა? აუ, ტელევიზორში ნახა და გაიმეორა. არა, ისე ტელევიზორში რას ანახებენ წესიერს? არ ჯუმანჯის უშვებენ და არც არაფერი და რა გინდა? და რა გინდა შეჭამ შენ რამეს დაგიცხა ჩაი? არ მინდა. არა? არა, მაგრამ ბევრი უნდა ვჭამო რა, თორე ბიოლოგიის შპარგალკები ჯიბებში აღარ მეტევა და ქონებში უნდა შევიტენო. რაკეთებს შუა უნდა შევიტენო. ისა, პატა მასწავლო, ხო მაგარი იდეა. მომაკლევინებს ეგ ბიჭი თავს რაოს. სხეულზე მაქვს პრობლემა, ეგ რა შუაშია პატა? სხეულზე. ბეკა, ხო ხედავ რომ ვერ მიხსნი არა და რაღაცა სხვა ნიშნება მითხარ და წესიერად ამიხსენ. დავიტანჯე მეც უკვე რა. კარგი. მოკლედ, ხო, კიტრი. კიტრი. კიტრი, რა კიტრი, აბა რა კიტრი. სტაფილო, რა კიტრი, რა სტაფილო. მოიცადე ერთი წუთი დამაცადე. კიტრი სტაფილო. აჰა, გასე, მარინეს გაკეთებულმა სალატმა მოგწავლა, გასე. სმალე გაგი. მოდი. ვაი, რას? მოიც მე კიტრი რა შუაშია ვერ გავიგე. პატა. შესაწყალო, ვაიმე რა დღეში ყოფილი შესაწყალო. მე რა უნდა? ეხლა მომისმინე, შენ უნდა მიხვიდე გიასთან. ხო. და რჩევა უნდა კითხო რა. მოიც ერთი წუთი ეხლა მე რატო უნდა მივიდე გიასთან და მე რატო აკითხო რჩევა? შენ თვითონ მიდი. რა ვიცი, მე მწხვენია. მწხვენია. მე რომ მითხარი იმის აქ სხვა? მწხვენი, შენ რა მწხვენი, მამა შენია და თან მithumetes ესეც გამოვალ სიტუაციაში ხარ. პატა, მამა ჩემის კი არ მწხვენია. სანათ ეს საოსთავრო დამაყენებს და რომ მოყვება, აი მაგის მწხვენია. ხო, თან მე რო უთხრა ეხლა ეს ჭირს თქო ინერვიულებს შვილი აღარ მეყოლებაო და ეხლა შენი გვარი თუ არ გაგრძელდა მაგაზე არ მოიკლოს. არ ვიცი, მე მაინც ვერ გავიგე ამ ყველაფერს მე რატომ მეუბნები. რა ვიცი, შენთან არაფერი არ მიტყდება პატა. ჯიგარი ხარ, ჩვენ ხო მეგობრები ვართ, აბარა. მეგობრები არა. მეგობრები ვართ პატა, აბარა. ძმა ხარ პატა. ძმა. ხო დაწყნარდი, ვიცი რომ ძმა ვარ, აბა არ გინდა ეხლა. კარგი, ვეტყვი, ოღონდ ცოტა ფულს დაწვხო რა, უფრო დამაჯერებელი იყოს, ხო? რაც გინდა ისქენი, ოღონდ დღეს შევუთხარ, კარგი? ხო, რა ვიცი, ხო, როდის მოგივიდა ეგ საერთოდ ეგ რაღაცა? აი, იმ დღეს შენ რო აკაკუნებდი და მე რო გითხარი სახლში არ ვართ. ხო, ასე. ხო, მოკლედ პატა, შენი იმედი მაქვს რა, აბა შენიცი რა. ოღონდ იცოდე გიას არ უთხრა მე და შენ რო ვილაპარაკეთ, ხო? და ისიც არ უთხრა საერთოდ რო ვლაპარაკობთ, ხო, იცი მიშლის შენთან ურთიერთობას. გეხუმრე. ხო და მეც ვიცინი. აი წავედი ხო. წავედი და ვეტყვი ყველაფერს სამსახურში რომ წავალ გზაში ვეტყვი ან სამსახურში ვეტყვი ან კიდე რომ წამოვალ გზაში ან მოკლედ საღამოს ვეტყვი დღეს ყველა ვარიანტში და აი გაწყნარი თავს მიხედე თავს რა აი ხო აბა შენ ცივი დროებით კაი ბიქა ბექა დროზე 20 ლარი მომესწორი ყველასთან მიყვინებ რას ჭირს დროზე აი იქნებს აი რა იყო რა ვიხუმრე ვიცინი ბატა ვიცი
ой, კიტრი, ხო, გასაგები. ხო, კაი, მე მგონი აი ამ წამს უფრო დიდი საშინელება ავიყიდე რა. ცოტა ხანს დამელოდეთ და ახლავე მოვა. დიახ. რაიმე ელენე რო დამირეკე და მითხარი ექიმთან მივდივარო, რავი ნერვიული არიცი, რა აღარ ვიფიქრე. წლემა ხო არ დაეცა მეთქი. ფეხი ხო არ მოიტეხა თქო. ნიკა ხო არ ყავს და დედა ლაშას ხო არ დაემართა რამე თქო. მოკლედ ორსულობის გარდა ყველაფერი ვიფიქრე. ხო გეუბნებოდი, ძალიან მაგარია ის ექიმბაში თქო, ხო? დაურეკა ვეტყვი, ორსულად ახარ გაგიჟდება სიხარულისაგან არც დამიჯერებს. თავდეთ მეც არ მჯეროდა ამ ნაყენისმა რო დავიწყე, მაგრამ აჰა, ფაქტია მიშველა. მოიცა არ დამაგიჟო ეხლა ნაყენ მაგიშველა მარტო თუ ილია, ანუ არა? არა, როგორ არა, ილიამაც კი. როგორ მიხარია? მაგრამ უფრო მგონი ამ ნაყენმა. როგორ მიხარია ორსულად რო ხარ გაგიჟდები კაცო. ვაიმე, აი ვერც წარმოიდგენ ისე მიხარია. ამასინათ ხო იცი დავენიზლავე იმ ექიმბაშს იმას ციცინოს. და ასე მითხა ვერ დაორსულდებაო. ახლა 100 არაფერში თუ შენ 50 ლარს მაშოვნინებ, შენ გაიხარე შენ. ხო, არა, მე კი ვიცი რომ ორსულად ვარ, მაგრამ უფრო რო დავრწმუნდა, იმიტომ მოვედი აქ, ბარემ ეკოს გავიკეთებ. ისა ელენე შვილო ახლა აქ ფულების დაყრას არ ჯობდა ახლა ისევ ექიმბაშთან წავსულიყავით? შემოგხედავდა და ზუსტ პასუხს გეტყოდა. ხო, რა ვიცი, აქ ვართ მაინც და არა ეხლა რა პრობლემაა თუ გინდა დავურეკოთ. შეგონია ტელეფონით ვერ გვეტყვის, მაგრამ ცოტა ფული იქნება დასამატებელი. რატო? აი ტელეფონით რო რეკავ ხო იწერება და მაგიტო. მეზობელთან, ხო. აი მეც მოვედი კიდევ ერთხელ გამარჯობა. აბა გისმენთ ექიმო. პაციენტი თქვენ ხართ? არა. მე გისმენთ და პაციენტი ეს არის. რა გაწუხებთ? მუცლის ტკივილები. თქვენ გაწუხებთ? არა კაცო, მე გეუბნებით და ამას აწუხებს. და დიდი ხანია ეს მუცლის ტკივილი გაწუხებს? მე გეტყვით ექიმო. ესე იგი ამას დიდი ხანია არ უჩდება ბავშვი. და ასე ერთი კვირის წინ დავალევინეთ ნაყენი და არ მოხდა სასწაული ზუსტად ერთი კვირის თავზე ასკივდა მუცელი. ხო. კარგით, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, აი აქ დაწექით თუ შეიძლება. მე დავწვევი? ეს ხო, ვიხუმრე რა იყო კაცო. მოდი ელენე, მოდი დაწექი ერთი. ვიცი, თქვენ ხელს მიშლით და ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ აი აქ ხარის დაწექით. ამიტომ არ მიყვარს ექიმებთან სიარული რა. რაღაცა პრეტენზიული ხალხი არიან ესენი კაცო. ნეტა თავის საქმე მაინც იცოდე კარგად. ყველა ერთნაირია, არც ერთი არ უქნია ღმერთს. კაცო, ბებია ჩემი ვერიტანდა ექიმებს, ნუ მარჯვე პაკლა შენ. ვერიტანდა ამ ექიმებს ის ბებია ჩემი და ფეხი ატკივდა კაცო. ატკივდა და არაფრით არ წამოყვა ექიმთან, ხო იცი? მოკლედ გაუსივდა ეს ფეხი, გაუმძაფრდა და რა იძულებულები ვიყავით ახლა რომ წაგვიყვანა ექიმთან ისევე და რას ხედავ კაცო, ვერ უშველეს ვერაფერი მაინც. დაგვიანებული იყო და იმიტომ ასია ეს, არაფერი არ იციან მაგათმა. ხელს მიშლით და შეგიძლიათ რომ გახვიდეთ? არა. რა გაეწყობა მაშინ? ესე ვეცდები რომ ამენ დავინახო. მედი აბა მედი. რა არის კაცო? თქვენც გინათ დაინახოთ ხო? კი, აი ახლავე. ვაიმე ექიმო 3-4 წლის წინ აღლის ბუშტის შეტევა მქონა, კინაღა მონკლა ქალი და გამსინჯეთ ამის მერე რა იქნება მაინც ჩართული გაქვთ ეს რაღაცა არის. არა ეხა ექიმების და რაღაცა ესეთი მაიმუნობების აბჯერა, მაგრამ მაინც. ალბათ. კარგი კაცო ერთი. ან მგონი რაღაც გამოჩნდა. დედა, რა გამოჩნდა? რა სამწუხაროდ ეხლა აღარ ჩანს ქალბატონი. უკაცრავად გიორგი ექიმა, მთავარი ექიმი გეძახით და წამოგბრძანდით რა, 2 წუთის საქმეა. ეხლავე უკაცრავად ძალიან დიდი პოზიცია, ძალიან მალე მოვა. იცით რაღაცა დავინახე, რაღაც შემიგიშნე და რომ მოვა აუცილებლად გეტყვით დაწვდებით აგიხსნით ყველაფერს. ერთი წუთი. კაცო, რა დაინახა? აი, რაღაცა დავინახე, რა მაგარია ბავშვი მეყოლებო. სიხარულია ტორონჯაძეების ოჯახში. გილოცავ, შენგენაცვალე გილოცავ. გოგო იქნება დარწმუნებული. რა იცი? დედა ან გოგო იქნება, ან ბიჭი იქნება, ერთ-ერთი რო იქნება. დარწმუნებული ვარ ახლა მაგაში ხო. ადექი შენგენაცვალე დავწევი ახლა. სანამ შემოვა. მე გავისინჯები, სადაა ერთი ნაღლის ბუშტი მითხარი? ვაიმე, დოდო, რაღაცა მეცი გამოცაში. ვაიმე, რა კარგია, დოდო, ბავშვი მეყოლებო. დოდო, წამოდი დროზე ილიას დაურეკოთ. მაშინ დაურეკოთ რომ მოვიდა.
მოხდებოდნენ ვაიმე დოდო ძალიან მოძრაობს ეს ბავშვი მუცელში აქტიურად კაცო შენ მალე მშობიარობას დაგეწყება არიქ ახლა ჩქარა შენებს დაურეკე მე ვიღაცა ექიმს დაუდახებ ამას არა უჟმურია ეს ვიღაც აი ამ საბუთებს მიუტან მთავარ ექიმს და ყველაფერი გაირკვევა. ესენი სად წავიდნენ ხო არ იცი? არ ვიცი რა იყო. არა პაციენტი მყავდა რაღაც კენჭის გავლა ეწყებოდა მე მგონი და რა ვიცი უნდა. კარგი. კარით ხო რა. ხო ელენ ხო ხო ანუ ფეხმძიმედ ხარ ნამდვილად იცი ხო არა იმიტომ ვამბობ რომ ძალიან ცოტა დრო არის გასული თქვა და ხო არა თუ ექიმე მაგითხეს გილოცავ ხო ძალიან გამიხარდა კარგი კი ვერტყვი ნიკასაც და წამოვალთ ხო კარგი ნიკა გილოცავ მალე და ან ძმა გეყოლება მართლა რა მაგარია აკრიფე ახლა ეს წიგნები აკრიფე კარგი მაგრამ მალე მაინც რამდენ ხანში რა 9 თვეში ისე რა ცუდი არა გამოსდებს რო არ ემთხვევა არ და რა კარგი მიზეზია გასაცდენად ესე იგი რა გამოდის რომ დოდოს და ქალის ნაყენმა იმოქმედა ყოჩახ დოდო ყოჩახ ესე იგი რა გამოდის რომ თუ ნაყენმა იმოქმედა თემუკამ რაც მითხრა მართალი არ არის აიც ვერ გავიგე რა რანაირად ჩდებიან ეს ბავშვები რა საყვარელო ხო ძალიან გამახარე ძალიან კი სახში მოვედი უკვე კი ერთად წამოვთ ბარემ კი ერთად წამოვალთ ხო ერთად კაი კოცნი გნახავ მალე კარგი აბა გილოცავილია მალე მამა გახდები გავხდები თუ გავსუქდები ეს ისე ხულობს მგონდობია რომ ბავშვი უთხრათ რომ მამა არ ყავს სიმართლე გითხრა თავიდან კი არ დავიჯერე მაგრამ ელენემ ექიმმა თქვაო და აბა უი ნიკა გილოცავ დაანძმა გეყოლება მალე რა იყო არ გიხარია რა სახე გავს კი მიხარია როგორ არ მიხარია უფრო ადრე რომ გეთქვათ უფრო გამიხარდებოდა აი ვიტყოდ რომ ეიფორიაში ვარ და გამოსვლებისთვის გაკვეთილებს ვერ მოვამზადებთ ხო აჰა ისე პრინციპში მათემატიკა ხომ აქვს სასწავლი ხო და ლაშავიძე რაღაც ეიფორიაში ვარ და გამოსვლებისთვის შენ ახლა მიდი მიხედე გამოსვებს ო კარგი ხო უი დავლიოთ ესეთი რაღაც ხდება და ჭიქა არ უნდა დავწიოთ ისე მართალია პრინციპში დალებით როგორ მოგდაბოლოს მამა ვხდები მამა აგერ ჩაცებული შამპანური მაქვს აგენა მაქვს აი ბოკლებით ხო და აბა დავასხათ ხო აბა ხო რა თითო ჭიქა ხო თითო მიდი შენ მიხედე გამოცდებს მეთქი გეუბნები მიდი კარგით თითო ჭიქა კი არა განსხვავებული უნდა დავლიოთ ისეთი ამბავია განსხვავებული მიდი ეს მაგას არ ვამბობ მაგრამ იქ მე მგონი ჭაჭა და ის ჯობია მართლა მიდი შენ მიხედე გამოცდებს მეთქი კაცო ხო კარგი ხო მე ვფიქრე ეს ჭიქას დალევენ და უყურებთ ხო და მე წავალ და ვისწავლით ხო მაგრამ თქვენი ამბავი რომ იცით თქვენ ეს ჭიქაზე არ გაჩერდებით აი მას არ უნდა ნატალია თქვენ ეს ჭიქაზე არ გაჩერდებით და დათვრებით მე ვინმე ხონდა გიპატრონოთ არ და როგორ მინდოდა მათემატიკის მეცადინეობა როგორ მინდოდა ამის შენგან მაინც არაფერი არ გამოვა და იქნებ მეორეთი შულა გაამართლოს აბა ხო ისე აბა გილოცავილია მოდი იმ პატარა არსებას გაუმარჯოს რომელმაც ისე გამიხარა გულები რა კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო მეგობრო გაუმარჯოს აბა ჩემს ვაშკაცს გაუმარჯოს ვაშკაცს რა იცი რომ ვაშკაცია ვიცი ისეთი არგუმენტი გითხარი ელია შეწინააღმდეგობა საზრია ჩემს პატარა ვაშკაცს გაუმარჯოს სახელიც მოფიქრებული მაქვს ნიკოლოზი უნდა დავარქვა ვაიცა ნიკა მე მქვედა ძმებს ერთნაირი სახელები როგორ უნდა გირქვა აუ ეგ კი არ გამახსენდა შენ რომ ნიგაქვია არა და რა ვქნა ბავშვობიდან მიყვარს ეს სახელი ნიკოლოზი გადაწყვეტილი მქონდა მომისმინე მოვიფიქრე შენ რო სახელი შეიცვალო ალინდა ეგ არ მაწობს მე მაქვს კარგი იდეა შენ სულ რა უნდა დაარქვა ცუდი სახელია, მაგრამ დაძახება ძალიან გაგიადვილდება, იცი. ისე ეხლა რა ვიფიქრე, იცი ლაშა, ესე იგი ხომ შეიძლება რომ ტყუპები იყოს.
ხო? ხო შეიძლება. ესე იგი რა გამოდის? ელენე მაშინ ორსულად კი არ არის, ესე იგი სამსულად გამოდის. სამსულად. მიგა სამსულად. მე გუნა დაარქვა ბავს, მოხდება ძალიან. კარგი. ილია, იცი რა ხა, გიყურებ გისმენ და გაგვირდები. და რა ვიფიქრე, იცი რომ 18 წლამდე რო არის ხუმრო შენს ბავშვთან. 18-ის რომ გახდება, მე თვითონ გადაწყვიტოს მოусმინოს თუ არა შენს ხუმრობებს. კარგი ერთი. პატაც არ გავაცნოთ 18 წლამდე. მე თვითონ გადაწყვიტოს გაიცნოს თუ არ გაიცნოს. მე კარგი აზრია, კი. მე კარგი. მართალი ხალაშაბიძე არა. ნუ დამტანჯე შენ კიდე მთელი დღე წადი რა ისწავლე, კაცო, წადი. რა, უთის გაჩნდება ის ბავშვი რა. ერთი ადამიანი იქნება ოჯახში, რომელსაც ჩემი კაცი თვალების და მოხდენი ხიფის დავხედა. წამოდი. წამოდი ყოფოში ელენე მარტოა და ცოდოა, წამოდი მივიდეთ ჩვენ, წამო, მერეც დავლეთ ამას. წამოვიდე. წამოდი, ხო, წამოდი, აბა შენი მარტოდატოება არ შეიძლება. არ გეზარება ადამიანს. რა, ამის დაყრა და აკრეფ არ გეზარება, აკრეფ ეხლა წამოდი გზაში იმეცადინე, წამო. გზაში? მალე. კარგი ილია, დაწყრებდი დამშვიდი ხო. ყველაფერი კარგად იქნება. მართლა ხო არ მშობიარობს არა? არა ვიცი ვაშა, მაგრამ ახლა ხო იცი არა, ელენეს რომ რაღაც ჭის, მაინც მენერვიულება რა. ხო. კი, გასაგებია. მაგრამ ახლა ხო თქვა ეგიმა, უბრალო კენჭის გავლაო და ნუ ინერვიულებს ძალიან მალე მორჩება ყველა. უბრალო კენჭის გავლა. ისე რა გამოდის ახლა ესე იგი რომ ჩემი და ბავშვის მაგივრად აჩენს ქვას? რა გინდა ახლა ილია იმდენი იძახე ვაჟი მინდა ვაჟიო რომ ვაჟი არ ვიცი მაგრამ მალე კაჟის მამა კი გახდები. გაიმართე და გაიღიმე ბიჭო რა მოწყენი ხარ აქ ჭირს. კარგი რა. გიოცავს? დაბადა. ყველაფერი კარგად არის. რაც ყველაზე მთავარია, სხვა კენჭები არ ჩანს. ძალიან კარგი. მიდი ისა ილია ჩაუგუჯე ფული. ხო ვიცი. გასაკეთებ კაცო, რასაკეთებ? მართლა კი არა გამოდი აკეთე. ეკიმო. რამ ხელა და რამდენი იწონის კენჭი? ნუ საკმაოდ დიდი კენჭი იყო, 10 მმ იყო და დაახლოებით 9 გრამი იქნებოდა ეს. ეხლა მე წავალ და მალე პაციენტ შემოვიყო. დიდი მადლობა. რა გამთიძი რომ რა უნდა ვიყო ეხლა მე კენჭია ხალხო კენჭი ხო კარგი ილია დაწყრადე დამშვიდი არ ინერვიულო შენ ვიცი გასაგებია ბავშვი გინდოდა მაგრამ არა უშავს შენ და ელენეს კიდევ გიქნება ამის შანსი მაგრამ ეხლა აბა გილოცავ ვერ ხედავ რა თქვა ეკიმა დიდიაო დიდი კენჭიაო ენაცვალოს ბიცა სასაცილოა ეხლა ეს ყველაფერი აა პრინციპში სასაცილოა მაგრამ არის მოდი მადლობა ეკიმა როგორ ახლა როგორ ეხლა მომისმინეთ ახ სამივე მე ეხლავე გაფრთხილებთ არ დაიწყოთ გილოცავთ კენჭის შეძენას და ეგეთი რაღაცებიო ძალიან სუთხასიათზე ვარ თქვენ კარგი ელენე არ ცხენია რას ლაპარაკობ როგორ ხარ მითხარი როგორ ვარ კი არა იმ ნაკენის გამო გამიჩნდა კენჭების ექიმაშია თუ ვიღაცა სადაც ვნახავ დავახრჩობ მაგას აქ ჩის ხარ დახჭობა რა საჭიროა რომ იმ ხელა კენჭი გააჩინე რომ თავში ესრულე გაუტოვე დაიწყო ეხლა. კარგი, რეებს ლაპარაკობ. კარგი, შენ კიდე რას უსმენ მაგას? ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ის კენჭია თუ რაღაცა თავი ჯანმრთელად იყოს. რა მაინტერესებს იცი? ყოველთვის აი მაინტერესებდა ეხლა ამდენი ხანი ეძახი შვილი მინდაო და აი სიმართლე გითხარი რა კენჭი უფრო გინდოდა თუ გოგო. ხა. პატა. ხო, კარგით ეხლა დავწყნეთ. ისე ამაზე უკეთეს შვილი რა კიდათ? რა კიდა შენიერია არიტირებს. არ შეჭამს, შესაბამისად არ ჩაიფსამს. ხო. თან საოჯახო საქმეებშიც მოგეხმარება ელენე. საოჯახო საქმეებში როგორ მომეხმარება? ქათამსო შეწობ დაადებ ხოლმე ზევიდან. ხო, ნიორს დანაყავ. ხილს გატეხავ. აბა. არა ლაშა მართალი ხარ, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება ესე იგი. ეგ რომ მოკვდება, ქვას დაახტავენ ქვაზე. რა მაგარია ხო? ზარონი და მისახავი გაყოდეს, აი დაუცა. რა ხარ შენ ნორმალური. და კარგი ეხლა გეყოფა. ისე ელენე რო იცოდე, ჩვენი კენჭი ნიკაზე უკეთესი ბავშვი მაინც იქნება. ხო, ისე მაგაზე უკეთესი ყველა იქნება. სად არის ამ გაგრძელებაზე? რა ვიცი, ტუალეტში წავიდა ვიმეცადინე.
იმეც ელენე საგამოსტო წიგნების ახლიდან ყიდვა მოგიწევს. ან არა და შველი წიგნები თუ ამოწევდნენ გამიც. რა ნიკას თავი მაქვს ახლა რა დღეში ვარ ეს რა არის რა. ერთი შვილი გავაჩინე. ქვის თავიანი მეორე ქვა თვითონ. კარგი. ისე ელენე მე ვიფიქრე ახლა. ხო და დიდი ქვა რო გაიზრდება. ბიძასავი სტომატოლოგი უნდა გამოვიდეს ასე მინდა მე. სხვათა შორის დიდი რომ გაიზრდება და რაღაცებს მოგთხოვს, თავარია ზღვაზე არ წავიყვანოთ. სხვა კენჭებში არა გვერიოს იქ. ელენე, ესე იგი, რანაირი რაღაცა გააჩინე, რომ ილიას ხუმრობებიც კი სასაცილოა წარმოიდგინე. საერთოდ არ მეცინება მე. კარგი, მოვჭით. მოდი ახლა საერთოდ ცოტა სხვანაირად შევხედოთ, აბა. წარმოიდგინე, ძალიან მაგარია. ცოტა დიდი რო გაიზრდება, რომ წამოიზრდება და თამაში რომ მოუნდება, ხო? ეზოში ჩაშვების მაგივრად, ფაჟიდან ჩააგდებ ხოლმე. გადააგდებ, მე დანარჩენ კენჭებთან ითამაშებს და რო დაიღლება და ამას რომ მოუნდება, იმას დაუწეხებ და ამოგიგდებს ხოლმე, აბა? ხო, და სხვათა შორის, ჩვენ ეზოში კარგი კენჭები ყრია, შენ ეს კარგად იცი და გარემო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასე რომ. თან რა არის ახლა ელენე იცი, რო გაიზრდება და კითხები რო გაიუჩნდება, მაგრამ პრინციპში როგორ გინდა დააჯერო რომ ნაშულები არ არის, შედებ მომისმინე ქვასთან ხო არ მღალატობდიე ვაიმე რა იყო ვაიმე ილია ეს რა დღეში ვარ იცი რას მივხვდი ახლა ფაქტიურად კაჟუაჟის დედა ვარ რა კარგი იყო ეგ წავიდეთ სახლში მართლა წავიდეთ სახლში გვეშქარება ყველა გველოდება გავს სირცველია წავიდეთ მოიდა ვინ ყველა ყველა ჩვენები გიამ რო გაიგო ეს ამბავი იმდენი ხუმრობა მოუფიქრებია ხო ესე ფურცელზე დაწერა და დაარიგებს ხალხში თურმე იუმორი უნდა განავითარო გააგეთ ხალი ნამდვილი ქართველი კაშკაცის დედამიდის გააგეთ რამდენი ხანი არ ვლეხა. შეიძლება ხო? მოდი გაწმენდაზე. როგორ ხარ? ეს. მოკლედ გია. რაღაც მინდა რომ გითხრა რა. დღეს სამსახურში რომ მივდიოდით ხო ხტები გზაში მინდოდა მეთქო, მაგრამ დამავიწყდა. მე იქ თანამშრომლებთან ცოტა მომერი და იქიდანაც დამოვიწყდა და მოკლედ ეხლა. ბლოკში? არა, არც მწყურია დამაცადე გია ერთი წუთი რაღაც. მოკლედ რაღაცა შენთან მინდა ინტიმური დეტალების გავა. რატო დარწმუნებული ხარ რომ ზუსტად იცი მაგ სიტყვების მნიშვნელობა? კი, გია ზუსტად ვიცი და თუ დამაცდი ერთი წუთი გეტყვი, ხო? ხო, მოკლედ რა ხდება ეხლა გია. მაკარიძეების შვილი თავის სიძეს რო ეძახის ხოლმე ხანდახან, აი იქ მაქვს პრობლემა. ვერაფერი რა. შეგიძლიათ წესიერად მითხრა რა ხდება? კარგი რა გია რა ვერ გაიგე რა როგორ ვერ გაიგე, მოკლედ რაღაცა ავიკიდე რა. ვალები? არა რა ვალები გია, ცოტა ქვევით. რადიკული ცოტა კიდე ქვევით. რევმატიზმი? გაცდა რა. რა რევმატიზმი გია, ცოტა ზევით. აუ. ის? რა ის? აბრაზევით. მაშინ ხო ის. აუ გადამრევში რა. ბიჭო. პადრა, ამ ხელაგაც ახლა ეგ როგორ დაგემართა ბიჭო რა. აუ, შევინა. ბიჭო, პადრა არის ეს ახლა იმ დროს თავი უნდა დაიცვა? კარგი რა გია რა ახლა, სექსის დროს ჯგუფს ხوار დავიწყდი თავი უნდა. მისმენე ახლა მომიტევე რა როგორ რა იყო მოკლედ ერთ გოგოსთან ვიყავი და აი ესე რაღაცა ავიკიდე რა აუ გია ძალიან მაგარი გოგო მაღალია გამხდარი ქერათ მეფეკ ესეთი ოდან ხოლმე დაყრილი ხო ხტები ესეთი რაღაც დანამულივით და აი ძალიან მაგარი ტანია გია ხო ხტები აი იცი როგორ მაგარი ეს დეტალებში მე არ მაინტერესებს ხო და მე მაინტერესებს დამაცადე ერთი წუთი რა და მე თქვი ახლა წესერად რა შეასახე
Რა გითხრა, გია, ეხლა გითხრა ერთ გოგოსთან ვიყავი და რაღაც ავიკიდე მეთქი და მეტი რა გითხრა ეხლა. დაზმებული ხარ, იქნებ სამე ტალახში გეძინა და იმის ბროლე ხო? კარგი რა გია რა, გეხოცები რა, კარგი რა. მე აქ შენთან სერიოზულად მოვედი სალაპარაკო და შენ კიდე რაღაცა მეხუმრები და იმაში. კაი, ხო. ისე ფული გადაუხადე თუ ისე იყავი გოგოსთან. რასტა სხვენია. ფული არა ის. არ მჯერა. რა არ გერა ეხლა გეუნები ახლობელია და ფულს არ მართოს ხოლმე. აი ხო მჯერა. და იმობა მისის უთხარი? იმანს ხომ რა იცოდეს? რა ეხლა ვერ გავიგე, ამის მოშორებასაც ორივეს თანხმობა უნდა? აუ პატა, ვაიმე, მაგან იცის, აი ის როგორი დისკომფორტია, აი რა გითხრა რა, შენ ახლა დაგეწყება ქავილი, 1000 ვაიმე წვა, ვაიმე შენ საწოდაო. მე გამომდება რა იცოდე. ხო აბა. შენ რა გაცინებს რა, გამოგივინებთ რა. მართალი ხა, მე რა მაცინებს გია, მე ბექურას მოუყები გასკდება სიცილე. ბეკას მოუყები. ალეც გია, მოკლედ რაღაცა მირჩიე ხა. რაღაცა მირჩიე, რა გავაკეთო ვისთან მივიდე რაღაცა როგორც აი ძალიან თქო როგორც აი შვილს რასაც ურჩევდი აი ის მირჩიემეც. ბეკას ეგეთი რაღაც არასოდეს არ დაემართება ზუსტად ვიცი, ჩვენი ბიჭია და იმდა. არა, გია რას ლაპარაკობ არა. გამორიცხულია რა, ბეკუნას ეგეთი რაღაცა არ მოვიდო და გამორიცხულია. გია, მოკლედ ხა ეს თუ მომაგებინე და გითხარი გიჩერე. კარგი ხო, კარგი გირჩევ რა, მე რა უნდა გირჩევი ხა, ნუ უნდა ადგე და მიხვიდე ექიმთან და სანამ ექიმთან მიხვალ, ხო. ექიმთან ხო? სანამ ექიმთან მიხვალ, ხო, მე შენ რაღაცა შევესწრები რომ იცი რა არის, აი გამოვაღებ, მაცივარში უნდა იყოს ერთი მალამო, აი ხო. პლასმასის ჭუბიკია და იმაში უნდა იყოს მალამო, წაესვი. ხო. 1-2 რა. 1-2 დღე შეხედე ახლა, თუ გიშველა, ხო გიშველა და თუ არა და მე ექიმთან მოგიწევს წასვლა რა. აბა ხო, ეგ არის, ხო. ანუ ესე იგი, წაისვი კარგად, დღენა წაიღებ. ხო, არ გიშობ, ეს არის. ეგ, ხო. წაისვი, თუ გიშველა, ხო გიშველა, თუ რა და ხო ხდები ახლა. კაი. ექიმი, ხო. ჯიგარი ხარ გია რა. ხო, ჯიგარი ხარ რა, დიდი მადლობა. არაფერს გასცეს მადლობა. კონსულტაციისთვის. კარგად წაისვი. კი, კარგად, აბა რა თქმა უნდა. მაგრამ გამიხარდა და მოკლედ წავედი ახლა და ხო ხდები, ბექუნა სახშია. კი. რაღაცა ლეპტოპზე მინდოდა რაღაცა მეკითხა და ოთახშია შევა, ხო? ოთახშია, ხო, ხო, კაი. ხო, კითხავ და მე საღამოს დავიწყებ. ხო, აბა შენ, დიდი მადლობა. არაფერს გასცეს. ჯიგარი ხარ. რა შევიგია? პოატა. როგორ ხარ? როგორ ვარ? ხო. კარგად. კარგად, თქო, უკეთესობისკენ აშკარა. ანუ ის მალამო წაისვი? რას ლაპარაკობ გია? აშკარად უკეთესობისკენ პროგრესი, უკვე თითქმის გამოჯამთედი. მართლა? ჯიგარი ხარ, აბა რა ვსქვი მართლა რა ეხლა. უცა ის მალამო ხო მეთქი გია ეხლა. რა გათამრე შე მაგარი ვიღაცა ხარ რა. რა ხდება? რა და რომ მეცი და აღასა მიშველი მე რა უნდა მეშველა ეხლა და ვიფიქრე გავამაიმუნებ მეთქი და მალამოს ნაცოდ მოგეცი დოგვიდა. ეხლა მე შენ ალბათ მივხვდებოდი თქო რა, ესე ვიფიქრე რომ შენ მივხვდებოდი და წახვიდე ექიმთან და შენ ეხლა მოხვედი და მეუბნები რომ იქ წაისვი დოგვი და კარგად ახარ. გია, გინდა ეხლა შენ ეგ სიხარული დიდ სევდაში გადაგიზარდო? აი მოდოგვი რა ჩემ მომეცი, მალამოს მოგერათ მდოგვი რომ მომეცი, ხო? ჩემთვის არ მინდოდა. ბექასთვის მინდოდა გია, ბექუნასთვის. ო, შენი შვილისთვის. თვითონ თხოვა რომ მე დიდება მამაჩემს ვერ ვეტყვიო და იქნება შეგუთხა უთავ შენ ჭირს რაღაცო და გამორთე. მოიცა, რას თქვა? მოიცა, ესე იგი ეს ეხლა დოგვი. ეს მალამო გია და დოგვი რომ მოგვეცი. მე ეხლა შენ მეეცი ბექას და ბექა უნდა აბა რას ვიზავდი გია? აბა რას ვიზავდი? აბა რა? მოგიგდეს შენ მამა მოგიგდეს მამა მოგიგდეს კი არა გია 112 112